მარაბდა კარწახის სარკინიგზო ხაზის მშენებლობაზე მომუშავე კომპანიების ხელმძღვანელებს რეგიონული განვითარების მინისტრი შეხვდა. რამდენიმე ქვეყნის კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად რამაზ ნიკოლაიშვილმა უკვე განხორციელებული და მიმდინარე წელს შესრულებული სამუშაოები განიხილა. პროექტის მასშტაბიდან გამომდინარე მისი ღირებულება რამდენიმე 100 მილიონ დოლარს აღწევს. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სარკინიგზო ხაზმა ყველა საერთაშორისო სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოს. Უშუალო პროექტია მარაბდა კარწახის ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის რამდენიმე 100 მილიონი დოლარის დახარჯვას ვაპირებთ ამ წლის განმავლობაში. რეალურად მის დიდი ნაწილი უნდა დასრულდეს, სწორედ ამიტომ აბსოლუტურად ყველა კონტრაქტორი შეიკრიბა დღეს. გავწერეთ მოცულობები, საუბრობთ პრობლემებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გრაფიკი, რომელიც გაწერილია ამ რამდენიმე 100 მილიონზე, როგორც მოგახსენეთ, დაცული იყოს. განვიხილეთ ის საკითხები და პრობლემები, რაც შეიძლება წარმოვიშვას ამ წლის განმავლობაში და დავსახათ კონკრეტული ღონისძიებები, რათა აღნიშნული გეოგრაფიკი იქნება შესრულებული და პროექტი დასრულდეს თათმულ ვადაში. Какие участки, какие работы идут? ამჟამად თეთრი წყარო წალკის მონაკვეთზე მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს და ჩვენ სწორედ აღნიშნული სამუშაოების შესახებ ვიმსჯელეთ. გადავწყვიტეთ ჩამოვაყალიბოთ გრაფიკი, რომელშიც გაწერილი იქნება თუ რომელ მონაკვეთზე რა სამუშაოები შესრულდება. შემდგომში ამ მნიშვნელოვან ობიექტზე სწორედ ამ გეგმის მიხედვით ვიმუშავებთ.